პოსტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ავრცელებს, ერთი საქმის ორ სხვადასხვა მხარეს ეხება. მამუკა მდინარაძე წერს, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა 2014 წელს რადიო თავისუფლებისთვის ელიტური კორუფცია იყო, დღეს კი ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეა. ეს ყველაფერი კი მართლ გუნდში Deep State-ის აგენტურის მხარდაჭერად ფასდება. დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში პიჯაკების საქმე გახდა. სინამდვილეში Deep State-ის მორიგი დავალება აგენტების მხარდასაჭერად. რადიო თავისუფლება ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და 1000 სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარეთ ძალების მხრიდან ისი არის დღემდე მხარდაჭერილი, მათ შორის ევროკავშირის რეზოლუციებით და თავისუფლების მოთხოვნით, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ამდენ სტლიკინებს. წლების განმავლობაში ასეთ აგენტურას იფარავდა და აქეზებდა გლობალური ომის პარტია და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი თეორიული მოbrunების შემთხვევაში არა მხოლოდ ომს, არამედ საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მასობრივ დახოცვასაც კი არ მოერიდებიან. რადიო თავისუფლება სავარაუდოდ ის ერთ-ერთი მედია საშუალებაა, რომელზეც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით ცნობილი ლორა თორტონი იმედებს ამყარებს. მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში თბილისში გამართული აქციების ფოტოს აქვეყნებს და ქართულ ენაზე წერს, რომ საქართველოში დემოკრატია ახლა ოპოზიციურ მედიასა და NGO-ებზე გადის. დემოკრატიის ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებას უკვე ბევრი მიზეზი დაუგროვდა იმისთვის, რომ NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი Deep State-ს დაუკავშიროს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ თორტონის ერთადერთი მიზანი დესტრუქციული ძალების სახალისება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა. ფაქტია, რომ ამ ადამიანის თითოეული განცხადება იწყება და სრულდება იმაზე მოწოდებით, რომ საქართველოში დაამხონ ხელისუფლება, ეკონომიკა ჩამოშალონ და მაქსიმალურ დესტრუქციული პროცესები წაახალისონ საქართველოში. ის, რომ ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ ეს ძალები სადმე გაუჩინარდნენ, ესენი გადალაგდნენ, ასე ვთქვათ, იმ ამერიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს საქართველოს წინა პრეზიდენტით წარმოადგენს, საუბარებას მაკეინის ინსტიტუტზე. მისი პირველი განცხადება იყო, როდესაც აქციები ახალი დაწყებული იყო, რომ ძალიან გულდაწყვეტილი არის იმით, რომ მსხვერპლი ვერ იხილა აქციებზე. მანამდე იგი იყო იმ გაიდლაინის ავტორი, რომელი გაიდლაინის მიხედვითაც სამოქალაქო დაპირისპირებაში უნდა გადასულიყო საპროტესტო აქციები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კალბატონი არის მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ემსახურება პირდაპირ Deep State. ლორა თორტონი ამ აგენტურულ ავანსცენაზე ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. ეს საზოგადოებას შევახსენებთ იმ ღია წერილს, რომელიც მოწერა აქ თავის აგენტებს. ვინ უნდა გაფიცულიყო, ვისად ნაგავი არ უნდა გაეტანა, მოლარე როდესაც უნდა გამოსულიყო სამსახურში. ეს ღია ინსტრუქციები ღიად, თავხედურად მოქმედებს და ამოქმედებს თავის აგენტურულ ქსელს. თუ ვინმე მილევად რეჟიმშია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არის ის ძალა, რომელ ძალასაც ის წარმოადგენს. საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერი მცდელობა, რომ კრახისთვისაა განწირული, ამის შესახებ ხალხის ძალაში საუბრობენ. საპარლამენტო პარტიაში განმარტავენ, რომ საზოგადოებამ აგენტურას პასუხი 2024 წლის არჩევნებზე გასცა. როგორც აქამდე არ გამოუვიდა მას არაფერი, არც აი ამ ახალი დირექტივებით არ გამოუვა მას არაფერი და Deep State-ის მიერ ამ საქმიანობაში და ამ მიმართულებით გადაყრილი ფული არის წყალში გადაყრილი ფინანსური საშუალება. Deep State-ს ოფიციალური თბილისი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლება იმედებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებს, რომელმაც Deep State-ს ბრძოლა ღიად გამოუცხადა.